პრემიერ-მინისტრის ბოლო შეთავაზება პრეზიდენტს უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს მიმართვა გაუგზავნა. Თქვენს პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის ვხედავ სულ უფრო მზარდ უფსკვლელს, რომელიც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც კი და ამიტომ მოგმართავთ. ჩვენს მიერ ინიციირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი, გნებავთ ულტიმატუმად მონათლით ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ. ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი გაგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი. ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას. პირადად თქვენს გთავაზობთ ბოლო წინადადებას. უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ. უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენს მხარს უჭერდით ამ ცვლილებას. ისევე როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ. ამ ფაქტს უკვე მოყვა შეფასებები უმრავლესობასა და უმცირესობაში, რას ამბობენ პოლიტიკურ წრეებში პრემიერის მიმართვაზე დაწვრილებით ამას ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის. დიახ, შეფასებები დღეს მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა პოლიტიკურ წრეებში პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით, პრემიერის მიმართვას გამოეხმაურა როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები. სულ ცოტა ხნის წინ კი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და რომელიც უშედეგოდ დამთავრდა. სწორედ უშედეგობასთან დაკავშირებითაც პირველად საზოგადოებამ, სწორედ დავით უსუფაშვილმა ამცნო. უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობის, ისევე როგორც უმრავლესობის პრემიერ-მინისტრის მთავარი მიზანი არის და სწორედ ამ მიმართვაშიც ეს ჩანს, რომ თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში იყოს ჩართული ოპოზიცია, თუმცა ოპოზიციის გარეშე შესაძლებელია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ვინაიდან მმართველ კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში უკვე ყავს. კითხველის ნება ამ განცხადებაში წაიკითხოს ერთი სიტყვა ულტიმატუმი და არის მეორე ნება წაიკითხოს სრულად განცხადება და დაინახოს რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის დაუღალავი მცდელობა მშვიდობიანად წნარად შვიდად მოახერხოს ყველა პრობლემის მოგვარება. ყველა გადაწყვეტილება სათქო უნდა მოყვება გარკვეული შედეგი გადაწყვეტილების მიღებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. და მან ძალიან პირდაპირ არაორაზროვნად თქვა რომ ეს არ არის რაღაცა ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება 19 აზრი არსებობდეს, ან 2 აზრი არსებობდეს. ან ვართ ცივილიზებული ქვეყანა და პარლამენტის გარეშე მთავრობას ვერ ქმნის ქვეყანაში, ან არ ვართ. ამაზე ყველამ გააკეთოს არჩევანი. ის თავის განცხადებაში საუბრობს იმის შესახებ, რომ სურს რომ უმცირესობის წარმომადგენლები არ აღმოჩნდეს საზოგადოებისგან გარიყულები და მათ ფორმალურ ლიდერს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და მისცეს შანსი თავისივე უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ არ აღმოჩნდნენ პროცესებს მიღმა. შეფასება დღეს ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ისინი ამბობენ, მათი რიტორიკა შეიძლება ითქვას, რომ უცვლელია. ისინი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვას კვლავ იმ ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევენ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს და ახალ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. სამართლოდ გადაიქცეს, რომლებიც უბრალოდ არ ეთანხმებიან. სრულიად მიუღებელი არის ტონალობა ამ წერილის, ეს არის მუქარის ტონი და ეს არის გაგრძელება ადრინდელი პრაქტიკის დაშინების პოლიტიკური ოპონენტების. როგორც ვიცით, ივანიშვილმა ადრე თქვა, რომ ის დეპუტატები, რომლებიც არ დაუჭერენ მხარს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, გაინადგურებენ მომავალს, რაც იყო პირდაპირი პოლიტიკური მუქარა, ახლაც აგრძელებს ამავე ტონალობაში საუბარს. ის ამბობს, რომ ქვეყნის სამსახურის გაგრძელება შეძლებს მხოლოდ ის დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც ამას დაუჭერს მხარს და ასევე ლაპარაკობს რაღაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და იმ ტვირთზე, რომელიც ჩვენ თურმე გვაქვს იმ 9 წლიანი მმართველობის გამო. ორად იყოფა ექსპერტთა აზრიც. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემაც კომპრომისული გამოსავალი უნდა ნახოს და უნდა მოხდეს შეთანხმება. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოხდა, ამან ორკვირიანმა პროცესმა ეს უკვე დაგვანახა, ახლა უკვე საკითხი გადასაწყვეტია და ივანიშვილის განცხადება და მიმართვა იყო დროული.
მე მგონია რომ რაც უნდა დაგვიждდეს და რაც უნდა დაუждდეს ეს მხარეებს, მათ უნდა მოახერხონ ისე მაგიდასთან დაბრუნება და კომპრომისების ენაზე ერთმანეთთან საუბარი და მიღწევა იმისა, რომ საბოლოო ჯამში ქვეყნის სტაბილურობისათვის შეიქმნას რეალური საფუძვლები. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას. სასწრაფო გადაწყვეტას დრო იწურება, რაც ესე იგი აიბარებს, ასე იგი ამ პროცესისთვის განკუთვნილი და ამიტომ ესე იგი ეს არის შეიძლება ცოტა ის მკაცრ ფორმებში, მაგრამ ეს არის უბრალოდ გახსენება იმისა, რომ გადაწყვეტილება მისაღებია. ჯერჯერობით შეფასება არ გაუკეთებია თავად საქართველოს პრეზიდენტს, ვინც არის უშუალო ადრესატი სწორედ პრემიერ-მინისტრის მიმართვისა. ამ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია მეცხრე არხის რამდენიმე ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უფრო ცლად შემოგთავაზებთ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.